მოგესალმებით. ამ ვიდეო გაკვეთილში გაჩვენებთ, თუ როგორ მუშაობს ინდექსი და მეჩის ფუნქციები. განსხვავებით ველოქაპისგან და HLOOKUPისგან, რომელიც ეძებენ ერთ განზომილებაში, ინდექსი და მეჩის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია წამოიღოთ მონაცემი კვეთის წერტილით, ანუ გავითვალისწინოთ როგორც მწკრივის პოზიცია, ისე სვეტის. ნახოთ მაგალითი. წარმოდგენილი გვაქვს ცხრილი, სადაც გვაქვს ჩაშლილი თვეები და ასევე გვაქვს წარმოდგენილი კლინიკები. აღნიშნულ ცხრილში კვეთის წერტილი გულისხმობს, თუ კონკრეტულ თვეს, კონკრეტულ კლინიკას რა შემოსავალი ჰქონდა. პირველ დავალების მიხედვით ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ივნისისთვის და კლინიკას ბრუნვას თანაკვეთ, ანუ აი აღნიშნული უჯრა. დავდგეთ აი ამ მწვანე უჯრაზე და დავწეროთ ფუნქცია ინდექსი. გავხსნათ ფრჩხილი. ინდექსის გამოყენება შეიძლება ორნაირად. ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ პირველს, მეორე მაგალითს განვიხილავთ ვიდეოს ბოლოს. რაც შეეხება პირველ პარამეტრს, array ამ შემთხვევაში გულისხმობს ჩვენს არეალს, რომელიც გვაინტერესებს, ანუ არეალი, საიდანაც უნდა დავუბრუნოთ მონაცემი. მონიშნავს შემოსავლების სადაც წერია იმ უჯრებს. მძიმე. შემდეგი პარამეტრი არის row number, მწკრივის ნუმერაცია. ანუ მონიშნულიდან მე რამდენი მწკრივი მაინტერესებს მე. რადგან საუბარი გვაქვს ივნისის თვეზე, ეს იქნება მონიშნულისთვის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მწკრივი. სწორედ აქვე მაქვს წარმოდგენილი ნუმერაციები. ანუ ჩავწეროთ ხუთიანი. მძიმე. შემდეგი პარამეტრი არის column number, ანუ სვეტის ნუმერაცია. ჩვენ გვაინტერესებს კლინიკას ზრუნვა, რომელიც მონიშნულისთვის არის მეორე სვეტი. ამიტომ აქ ჩავწერ 200-ს. დავხუროთ ფრჩხილი და დავუწვეთ Enter-ს. და ფუნქცია სწორად დააბრუნებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც იპოვის კვეთის წერტილზე. რაც შეეხება ფუნქცია match. ჩემს წინა ვიდეოში VLOOKUP-ის და HLOOKUP-ის შესახებ, ასევე ვიდეოს ბოლოს განხილული მაქვს ეს აღნიშნული ფუნქცია. აქაც ანალოგურად გვაინტერესებს ფუნქცია match-ის მეშვეობით დავუბრუნოთ თუ მე რამდენია სიაში მონაცემი. დავალება გვეუბნება რომ დავუბრუნოთ ივნისის თვე. ანუ აღნიშნულ სიაში მე რამდენი ჩანაწერია ივნისი. დავდგები ამ უჯრაზე, დავწერ ფუნქცია match, გავხსნი ფრჩხილს. lookup value არის საძიებო მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში ივნისი არის წარმოდგენილი ინგლისურად შემოკლებით. ჩავწერ ბრჭყალებში June, დავხურავ ბრჭყალს და მძიმე. შემდეგ პარამეტრი იქნება საძიებო არეალი. ანუ იქ სადაც ვეძებ ივნისი მე რამდენია. მოვნიშნავ აი ამ არეალს. მძიმე და მესამე პარამეტრი არის match type. ანუ როგორი ტიპის ძიება განახორციელოთ. Excel შეუძლია რომ მოძებნოს ტოლიან ნაკლები, ტოლი ან ტოლიან მეტი. ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს ზუსტი ძიება, ამიტომ ჩავწერ 0-იანს. დააკვირდით რომ მესამე პარამეტრი არის ბრეკეტებში მოქცეული. ზოგადად Excel-ში ბრეკეტებში მოქცეული პარამეტრი ნიშნავს რომ მისი შეყვანა აუცილებელი არ არის. თუმცა ამ შემთხვევაში ჯობს რომ დავაკონკრეტოთ, რადგან არ დაკონკრეტების შემთხვევაში იგი მოძებნის ტოლს ან ნაკლებ ნიშნულობას. დავხროთ ფრჩხილი, დავწვეთ Enter-ს. და ვხედავთ რომ დააბრუნა ხუთიანი, ანუ თუ რა პოზიციას იკავებდა აღნიშნულ სიაში ივნისი. გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. მეჩის გამოყენებით ვნახოთ მე რამდენია მწკრივში კლინიკას ზრუნვა. ანუ საუბარი გვაქვს უკვე კლინიკების არეალზე. დავწეროთ ფუნქცია match. საძიებო მნიშვნელობა ახლა გვაქვს ზრუნვა. ბრჭყალებში შევწერ ამასაც. მძიმე და ავრჩევ საძიებო არეალს. ეს იქნება კლინიკების დასახელებები. მძიმე. და აქაც როგორც წინა მაგალითში დავუზუსტებ რომ მოძებნოს ზუსტი მნიშვნელობა. დავხუროთ ფრჩხილი, დავწვეთ Enter-ს. და ვხედავთ რომ კლინიკას ზრუნვა იკავებს მეორე პოზიციას მონიშნულ არეალში. ახლა როგორ შემიძლია გამოვიყენო ეს ორი ფუნქციონალი ერთობლიობაში. მე მსურს რომ უკვე უჯრების და მიხედვით წამოვიღო მნიშვნელობა, არა თუ ხელით მითითებით მე-5-ია თუ მე-2, არამედ ფუნქციების და მიხედვით განსაზღვრო იგი. დავწეროთ ტოლობა და გამოვიძახოთ ფუნქცია ინდექსი. არეალი კვლავ იქნება მონაცემთა დიაპაზონი, რომელიც მსურს რომ დაბრუნდეს. ანუ კვლავ მუშაობთ revenues უჯრებზე. მძიმე. რაც შეეხება row numbers, განსხვავებით წინა შემთხვევისა, სადაც ხელით უკარ ნახე რომ ივნისი იყო მე-5, მე მსურს რომ აღნიშნული ინფორმაცია წამოიღოს ფუნქციამ. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ფუნქცია match. რადგან პირველი match ელოდება მწკრივის ნუმერაციას, ბუნებრივად უნდა დავიწყო მოძიება მონაცემის, რომელიც განლაგებულია მწკრივებში. ამ შემთხვევაში ეს არის ივნისის თვე. დავაკავშირებ უჯრას. მძიმე. საძიებო არეალი იქნება ის სია, სადაც მდებარეობს აღნიშნული მნიშვნელობა. დაუცილებელია რომ მონიშნული არეალი ემთხვეოდეს დასაბრუნებელ არეალს, ვინაიდან თუ კი აცდება იგი, უკვე სხვა რიგითობას დაიკავებს ივნისის თვე მასში. მძიმე და 0-იანი. დავხურეთ ფრჩხილი. კვლავ დავბრუნდით ინდექსის ფუნქციაში, ვწერთ მძიმეს და ახლა ვაკონკრეტებ column numbers, ანუ სვეტის პოზიციას. კვლავ გამოვიძახებ ფუნქცია match-ს. ოღონდ ამ შემთხვევაში მოვძებნი კლინიკას ზრუნვას, მძიმე და მოვძებნი აი ამ არეალში. მძიმე და კვლავ 0-იანი, რადგან გვაინტერესებს ზუსტი მნიშვნელობა. დავხურეთ ფრჩხილი და დავხურეთ მეორე ფრჩხილი, რომელიც ეკუთვნის ინდექსს. დავუწვეთ Enter-ს. და ვხედავთ რომ ანალოგურად წამოიღებს კვეთის წერტილზე მყოფ მნიშვნელობას. და მთავარი ხიბლი იმის რომ გამოვიყენეთ ინდექსი და match-ი ერთობლიობაში, არის რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერი პარამეტრი, მაგალითად ავირჩიოთ მაისი.
და უკვე წამოიღებს კვეთის წერტილს მაისსა და ზრუნვას შორის. თუ შევცვლი კლინიკას, დავირჩიო მაგალითად პრევენციას, ანალოგიურად შეიცვლება კვეთის წერტილი და წამოიღებს შესაბამის მნიშვნელობას. რაც შეეხება უჯრის ფორმატის ცვლილებას, გამოყენებული მაქვს conditional formatting, ანუ პირობითი ფორმატირება, რაზეც ცალკე მაქვს ვიდეო გაგუთილ და შეგიძლიათ რომ ნახოთ. ეს იყო ინდექსის სტანდარტული ვერსია. ჩვენ დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ არსებობს მეორენაირი გამოყენებას და ამას განვიხილავთ ახლა. გადავდეთ მეორე გვერდზე. აქ მაქვს წარმოდგენილი კვლავ შემოსავლები კლინიკების და მიხედვით, თუმცა ამჯერად კვარტალებად ჩაშლილი. გვაქვს 2025 წლის კვარტალური შემოსავლები და ასევე 2024 წლის კვარტალური შემოსავლები. დავდგეთ ამ უჯრაში და გამოვიძახოთ ფუნქცია ინდექსი. გავხსნათ ფრჩხილი. და მეორე ვარიანტი ინდექსის მეუბნება რომ მოვნიშნო რეფერენსი. რას გულისხმობს ეს? გავხსნათ კიდევ ერთი ფრჩხილი და დასაბრუნებელი არეალი მოვნიშნოთ 2025 წლის კვარტალური შემოსავლები. ძიმე და ახლა მოვნიშნოთ 2024 წლის კვარტალური შემოსავლები. ანუ მე ინდექსს მივაკუთვნე ორი არეალის სამუშაოდ. დავხურეთ ფრჩხილი. ძიმე. ახლა კვლავ უნდა ავირჩიოთ row number-ი. გამოვიძახებ ფუნქცია match. ანალოგიურად მოვძებნი კლინიკა მე რამდენი არის აღნიშნულ არეალში, ძიმე, მოვნიშნავ ამ არეალს, ძიმე და ნულიანი, რადგან აქ გასურს ზუსტი ძიება. ძიმე. column number-ი. ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს იმით, თუ მე რამდენი კვარტალი მაინტერესებს. ფუნქცია match-ი, კვლავ მოვძებნი ამ შემთხვევაში Q3-ს, რომელიც არის ამ უჯრაში, ძიმე და მოვნიშნავ არეალს პირველი ცხრილიდან. ძიმე და ნულიანი. დავხურეთ ფრჩხილი. ძიმე. ახლა გამომჩნდება მეოთხე პარამეტრი, ეს არის area number-ი. ანუ რომელი area მაინტერესებს? მაინტერესებს პირველი არეალი, რომელიც მოვნიშნე თუ მეორე? ეს შემიძლია ახლა ხელითაც უთხრა, მაგალითად თუ ჩავწერ ერთიანს და დავხურავ ფრჩხილს, პირველი არეალი იქნება პირველი მონიშნული და ამ შემთხვევაში პრევენცია მესამე კვარტალი 2025-ისთვის, რაც მე მოვიაზრე, იქნება შესაბამისი ნიშნულობა. თუ ჩავწერდი ფუნქციაში არა თუ ერთს, არამედ ორს, უკვე დააბრუნებდა 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემს. მაგრამ ეს არ არის ხო ავტომატური ხელით მიწევს დამატება. მოდი დავბრუნდები ფუნქციაში, დავშლი ბოლო ნაწილს და ნაცვლად ხელით მითითებისა, აი ამ უჯრას დავაკავშირებ მას. ჩვენ ნახეთ, რომ პირველი არეალი არის 2025 წლის და მეორე არეალი არის 2024-ის. ამიტომ გამოვიძახებ ფუნქციას if-ს, გავხსნებ ჭხილს. მე მაინტერესებს ამ უჯრაში წლის გასწვრივ თუ კი წერია 2025, ძიმე. მინდა დაბრუნდეს ერთიანი. და თუ არ არის 2025, ნუ იქიდან გამომდინარე, რაც გვაქვს წარმოდგენილი, მეორე ალტერნატივა არის 2024, რაც არის მეორე არეალი. ამიტომ ჩავწერ 2-ს. დავხურეთ ფრჩხილი და დავხურეთ ფრჩხილი. ანუ უკვე ერთიანი და ორიანი განისაზღვრება იმის და მიხედვით, რაც ეწერება აი ამ უჯრაში. თუ არჩეული გვექნება 2025 მოძებნის 2025-ის ცხრილიდან, ხოლო თუ ავირჩევ 2024-ს, მოძებნის 2024-ის ცხრილიდან. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეოს თემა. კითხვების შემთხვევაში დამიტოვეთ კომენტარი და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.